პირობა სოლიდარობა TV25-ს, რომელიც ამ ბოლო წლების განმავლობაში იქცა ადგილობრივი პრობლემების მართლა ერთ-ერთ გადაჭრის გზათაც და იდენტიფიცირების საშუალებათაც, ასევე უპირობო სოლიდარობა მთავარ არხს და რა თქმა უნდა, ასევე უპირობო სოლიდარობა ქალბატონ მზია ამაღლობელს, რომელიც გახდა იმ ბრძოლის სიმბოლო, რომელიც დღეს ქუჩებში მიმდინარეობს. 11 იანვარს პოლიციის სამმართველოსთან გამართულ სრულიად მშვიდობიან აქციაზე ფიზიკური ძალის გამოყენებით მათ შორის მოხდა ჩემი უკანონო დაკავება. ამ დაკავების შემდეგ მე რამდენიმე საათი გავატარე პოლიციის იზოლატორში, სადაც ფიზიკურად ვნახე ის თუ რის გამოც მე მათ შორის გადავირჩიე წინა რეჟიმი, ანუ ის რომ პოლიციის სამმართველოში ადამიანების მიმართ ხდებოდა ფიზიკური ზეწოლა. მათ შორის უსწორდებოდნენ ფიზიკურად უკანონოდ დაკავებულ ადამიანებს. მათ შორის ამას აკეთებდა ბათუმის პოლიციის უფროსი. ამას ჩემი თვალით ვხედავდი. რაც შეეხება იმას, რაც მოხდა ჩემი დაკავების შემდეგ. ჩემი დაკავების შემდეგ ადამიანები, რომელიც გამოიძახეს, იმიტომ რომ მოსულიყვნენ აქციაზე და იქ რაღაცა ოპერაციები მოეხდინათ, მათ შორის იყო ჩემი მოწმეების შემთხვევაში სასამართლოზე, ეს იყო ზვიად ხოძრევანიძე, ვინმე და ლაშა მოწყობილი, ადამიანები აქციაზეც კი არ იმყოფებოდნენ, მოვიდნენ აქციაზე გამოძახების შედეგად, შეადგინეს ოქმები, სასამართლოზე გამოვიდნენ პროცესზე, ფიცი დადეს და დაიფიცეს, რომ ისინი იყვნენ ჩემი დამკავებლები, მე შეურაცხყოფას ვაყენებდი მათ, არ დაემორჩილნენ ჩემს უკანონო მოქმედებას და ამის შემდეგ დამაკავეს. არც ერთი ფაქტი, არც ერთი წყარო, არც ერთი ვიდეო ამას არ ადასტურებს. არათუ არ ადასტურებს, პროკურატურა მოიტანა ვიდეო, რომლის დროსაც მე დაკავებული ვიყავი და ამბობდა, რომ თურმე ეს ჩემი დაკავების ვიდეო ყოფილა. აი ესეც სისტემაში ვარ ჩვენ. ამის მერე სრული სპექტაკლი ჩატარდა სასამართლოში. ამის მერე მოხდა ის, რომ 40 ადამიანმა გადმომიყვანა 10 საათი ხელზე ხელბორტილები მეკეთა ხალხო და წარმოუდგენელი ამბავია რა პაბლო ესკობარი მეგონა საკუთარი თავი და რომელიღეს რაღაცა სოლიდარობა ვინგეგონა დავასრულებ ვინდია და მე გეტყვი ვინ მეგონა და დავასრულებ და მე გეტყვი ამიტომ ეგეთ რაღაცებს რო ვაკეთებთ მე მგონი დამასრულები ვინდია გეტყვი კიდე მე გეტყვი არა ჯერ ამიტომ ესეთ რაღაცებში არ ხარ ეხლა შენ ამ ხელა რაღაც მე სად ვიქნები მე სადაც ვარ შეგიძლია TV25-ზე დაარსე და მოუყვე გამბები ხო და მე გადავწყვეტ კაცო ვის სად რა მოუყვე ეხლა მაგის უფლება მაქვს მე მგონი მე ადამიანებს წარმოვადგენ აქ მინდია და მე გადავწყვეტ ვის რა მოუყვე ძალიან გთხოვ რა დამასრულებინე მაგრა გიჭირს პაბლო დამასრულებინე მაგრა გიჭირს მე მიჭირს კიდე მინდია? მე მიჭირს კიდე? კიდე მე მიჭირს? 613 ადამიანი კრიმინალი შენმა პრეზიდენტმა გამოუშვა და მე დამიჭირა და კიდე მე მიჭირს? მას ნუ უწევ. კიდე მე მიჭირს? დამშვიდი 613 კრიმინალი შენმა არალეგიტიმურმა პრეზიდენტმა რომელმაც ფიციც კი ვერ დადო ამ ადამიანმა 613 კრიმინალი გამოუშვა მე დამიჭირა ადამიანები ახალგაზრდები დაიჭირა და აქ მეუნები რომ თურმე მიჭირს ვის უჭირს ძალიან კარგად ეთყობა ძალიან კარგად ეთყობა მინდია ვის უჭირს 613 ადამიანი რომელიც წინასწარ იყავით გარიგებული რომ გამოუშვებდით არჩევნების მერე იმიტომ რომ ყაველაშვილმა ფიცი ვერ წაიკითხა და ის 613 საქმეს ფიზიკურად ვერ შეისწავლიდა დამიჭირეთ სირკები მომიწყეთ კოლეგიალობა რო არ ყოფნით რომ ერთი ამბავი მოგეკითხათ ვიციე გამავი არ მაინტერესებს შენი მოკითხვა შენ დიალოგში გიჭირსო დამასრულებინე რა გავჩენდები დამასრულებინე მინდია რო ვლაპარაკო ამ შვიდად ილაპარაკე მე გადავწყვეტ როგორ ვილაპარაკო მე ხმისაწევის არავის უგეშინია თუ არ გეშინია რატომ ეჭრები რატომ ეჭრები თუ არ გეშინია დამშვიდი პაბლო ესკობარე დამშვიდი მე გადავწყვეტ რა გავაკეთო ამიტომ ხალხო მართლა რაღაცაზე განცხადებები გავაკეთოთ რა ეხა ვართ აქ პოლიტიკურ ორგანოში, სადაც ხდება ქალაქში, სადაც ხდება ფიზიკური ძალადობები. ამ ფიზიკურ ძალადობებს ჩადის ბათუმის პოლიციის უფროსი და ამას ადამიანები ფიზიკურად ყვებიან და მათ შორის ამ უწყებაში, მათ შორის მერიაში ადამიანები კადრულობენ იმას, რომ
ფიზიკურად ვინც იზალა იმ ადამიანებს მერიის თანამშრომლებს მალხაზი რემაძე მათ შორის უჩა აბრამიშვილმა გაათავისუფლა სამსახურიდან და თურმე უთხრა რომ თქვენ რომ მოხვალთ ხელისუფლებაში მოიქეცით სხვანაირად და ეგრე არ ხდება ხალხო რა ადამიანების გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით იყო წინა ხელისუფლების დროს პოლიციელებისგან ადამიანების ცემა იყო პოლიციელების წინა ხელისუფლებისგან და თქვენ იმიტომ აგირჩიეს რომ ეგ ყველაფერი არ მომხდარიყო და იმავე გზას თუ დაადგებით დამერწმუნეთ რომ თქვენ ძალიან მალე წახვალთ სახლში